გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის არქიტექტურული, არქეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევები და სამუშაოები ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ახორციელებენ. მოგეხსენებათ, რომ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა გაზაფხულიდან გამოახლეთ საკონსერვაციო სამუშაოები გელათის სამონასტრო კომპლექსში. ჩამოსულები იყვნენ ბრიტანელი სპეციალისტები, ბატონი სტიმერი კერბი და ბატონი ლიზა შეკედე, რომლებიც ხელმძღვანელობენ მხატვრობის კონსერვაციის პროგრამას კათედრალში. მათთან ერთად ჩართული იყვნენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქართული სპეციალისტები და პლუს დამხმარე ექსპერტები ბიოლოგიის დარგში ბატონი დანიელა იზოლა და მინერალოგიის დარგში ბატონი სტეფან ლავი. ასევე ბატონმა რობერტო ნარდი განახორციელა უმნიშვნელოვანესი სამუშაოები გელათის მოზაიკის კომპოზიციის მიმართ და მან გადაუდებელი კონსერვაციის ფარგლებში ააშენა და მოზაიკის კომპოზიციას შეუდგა დამჭერი სტრუქტურა, რითაც ის საბოლოოდ უკვე გამაგრებულია და აბსოლუტურად ყველანაირი საფრთხე რაიმე დაზიანებისა ამითი უკვე მოგვარებულია. ასევე დღეს მდგომარეობით ხედავთ, რომ მონასტრის სამხრეთ მხარეს ხორციელდება საკმაოდ ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები და ეს არქეოლოგიური სამუშაოები დამოკიდებული არის იმ კვლევასთან, რომელიც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა განახორციელა 2024 წელს და მოხდარა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის არქეოლოგიური გეოფიზიკა და ამ ტერიტორიაზე ჩვენ ამ არქეოლოგიურმა გეოფიზიკამ გვანახა შენობა ნაგებობა, რომელიც დასტურდება დღეს განხორციელებული არქეოლოგიით. ასევე იხილეთ დღეს, რომ მიმდინარეობდა სამუშაოები გეოფიზიკური კვლევის, რომელიც მოითხოვა ბატონმა ნიკოლა ბერლუკიმ, რომელიც არის გელათის კათედრალის და ზოგადად გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციაში არქიტექტორი და წამყვანი სპეციალისტი ამ კუთხით და ის ხელმძღვანელობს მეცნიერულად თელ ამ პროგრამას და მისი მოთხოვნით განხორციელდა დღეს ეს გეოფიზიკური სამუშაოები, ღრმაკვლევები გეოლოგიური 30 მეტრის სიღრმეზე, რათა გავიგოთ ამითი სრული სტრატიგრაფია მიწისქვეშა ქანების შემადგენლობა თუ რა გეოლოგიაზე დგას ტაძარი და შემდგომ ბატონი ნიკოლა ამ კვლევას გამოიყენებს მის მომავალ განსახორციელებელ კვლევაში, რითაც ის შექმნის გელათის ტაძრის კათედრალის ზუსტ მათემატიკურ მოდელირებას სეისმური მედეგობის კუთხით. და ასევე აღსანიშნავია, რომ დაიწყო ალბათ ყველაზე უმთავრესი ფაზა, რომ ჩვენ გელათის კათედრალს აი ამ უხარისხო გადახურვებს კრამის და მის ქვეშ არსებულ ინერტულ მასალებს ვაშორებთ და ხდება აი ამ კრამეტის ახდა, შემდგომ მის ქვეშ არსებული ეს 15 სანტიმეტრიანი კირდუღაბის ბალიშის მოხსნა და ამის ქვეშ არსებული იმ სრულიად უმსგავსო გაუგებარი ინერტული მასის ამოღება, რომელიც ჩაშვებული იქნა ამ გელათის ინტრადოსების სივრცეებში და ამით დაამძიმეს და გახადეს სრულიად გაუგებარი ეს ქმედებები თუ რატომ განახორციელეს ამ ხელა მასის ჩაშვება ამ გელათის გადახურების ინტრადოსებში. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ფართომასშტაბიანი სამუშაოებია. ამ თვის ბოლოს ველოდებით ასე ბატონ ნიკოლას ჩამოსვლას მის ჯგუფთან ერთად, რაც მნიშვნელოვანი ასევე ჩამობრძანდებიან გარემოპირებების კლიმატოლოგიის მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ბატონი დარიო კამოფო პროფესორი უზარმაზარი მეცნიერი ხელმძღვანელობს და მოხდება შუალედური ანგარიში და შუალედური ანგარიშის განხილვა, რაც ამ 6 თვის განმავლობაში გვანახა ჩვენ ამ გარემოპირებების კვლევა. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სამხრეთ ნაწილში არქეოლოგიური სამუშაოები ტარდება. პარალელურად ტაძრის კონსტრუქციული მდგომარეობის უკეთ შესწავლის მიზნით გეოფიზიკური კვლევები მიმდინარეობს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდება გელათის კათედრალის სტატიკური, სეისმური მოდელირება და სიმულაცია. შეიქმნება კათედრალის ზუსტი მათემატიკური მოდელი. გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის დავალებით ჩვენ დავასრულეთ ბოლო ფაზა გეოტექნიკური კვლევების განახორციელებთ გეოფიზიკური კვლევა. ჩვენ ჩავატარეთ სეისმური პროფილირება, ავგეთ სეისმური პროფილები
ახლა ამ სეისმური პროფილების მეშვეობით ინჟინერები შეძლებენ რომ დაიანგარიშონ მათთვის საინტერესო პარამეტრები, რაც დაეხმარებათ შეაფასონ სტრუქტურული მდგომარეობა ტაძრის და გარშემო ტერიტორიის. რამოდენიმე წლის წინ გელათის მონასტერში ეზოს ტერიტორიაზე ჩატარდა გეოფიზიკური კვლევები, რამაც გამოავლინა სავარაუდო მიწისქვეშა არქეოლოგიური ობიექტები. შემდეგ მოხდა ამ მონაცემების გაშიფრა, გაანალიზება და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აი იმ სავარაუდო არქეოლოგიურ ობიექტიდან შეგვერჩია ერთ-ერთი არეალი და რიგით მეხუთე უბანი და დავიწყეთ ამ უბანზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება. ამის შემდეგ ჩვენ უკვე მეორე წელია ვთხრით ამ მეხუთე უბანს და მივიღეთ გარკვეულწილად ნაგებობები, რომელიც არის სხვადასხვა პერიოდში აგებული. ძირითადად ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მონაცემი ჯერჯერობით, რომ არის ეს ნაგებობა მე-14 საუკუნეში დანგრეული, ამას მოწმობს აი ნანგრევ ფენაში ამოსული ის მატერიალური კულტურის არტეფაქტები, რომელიც ჩვენ გვხვდება, ეს არის ძირითადად სამეურნეო დანიშნულების კერამიკა, ლითონი, ასევე სამშენებლო კერამიკა გვხვდება და ასევე მნიშვნელოვანი არის მოზაიკის ნაწილი და ფრაგმენტები, ქვები თვითონ, რომელიც დაახლოებით 25-მდე არის ჯერჯერობით აღმოჩენილი სხვადასხვა ფერის და კვლევა გრძელდება. ასევე საინტერესო არის იმ ხრივ ეს ტერიტორია და ეს ადგილი, რომ რაც უფრო ჩვენ გელათის მთავარი ეკლესიის სამხრეთით მივდივართ, მით უფრო ნაგებობაც გრძელდება და კულტურული ფენები სიმძლავრებში იმატებს და დაახლოებით ჯერჯერობით გვაქვს 30 სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე არსებული კულტურული ფენები. ეს იმის ნიშანი არის, რომ მაგ თუნდაც დავითის ეპოქიდან, ანუ მე-11-მე-12 საუკუნიდან გვიანი შუა საუკუნეებამდე იყო უწყვეტი ცხოვრების კვალი. ამას მოწმობს ზუსტად სამშენებლო ფენებიც და აღმოჩენილი არტეფაქტებიც, ნივთიერი მასალა. გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის უხარისხო გადახურვების ახდის სამუშაოები გრძელდება. იხსნება კრამიტის ფენილი და ხდება ახალი 15 სანტიმეტრის სისქის კირდუღაბისა და ინერტული მასალების ამოღება. სპეციალისტთა განმარტებით ეს სამუშაოები ტაძრის ავთენტური კონსტრუქციების შესწავლისა და შემდგომი სარეაბილიტაციო ეტაპების დაგეგმვისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მომენტში გელათში მიმდინარეობს სამი ტიპის სამუშაოები, არქიტექტურული, არქეოლოგიური და გეოლოგიის კუთხით. მათ შორის ტარდება სეისმური კვლევები. ამ მომენტში ახდილია უკვე 2 სახურავი, იქ სადაც ფერწერა არ არის წარმოდგენილი კამარაზე. ეს არის ჩრდილოეთ და სამხრეთ პატრონიკები. ასევე სამუშაოები ტარდება სამკვეთლო და სადიაკვნეს თავზე. პროცესებმა გვაჩვენა, რომ ის შემავსებელი მასალა, რაც იყო გამოყენებული წინა სარესტავრაციო პერიოდში, იყო აბსოლუტურად არათავსებადი ისტორიულ ძეგლთან. ასევე გამოვლინდა, რომ იქ არსებობს დიდი ქვის ლოდები, რომელიც წარმოადგენს საშიშროებას სეისმური აქტივობის დროს. ამიტომ ბატონმა ბერლუკიმ მოგახსენებთ შურფების ახდის დროსაც გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნება ყველა სახურავის ახდა და ამ ინერტული შემოსებული მასის სრულად ამოღება. რაც შეეხება არქიტექტურას და გადახურვას, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები იმაში, როგორი მასალები უნდა გამოვიყენოთ სახურავის გადახურვაში და ეს ყველაფერი რომ იყოს ავთენტურთან ახლო და თავსებადი. მიმდინარეობს წინა პერიოდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მოწყობილი კრამიტის გადახურვის მოხსნა. ამ ეტაპზე გახსნილია 4 სახურავი, ჯამში 27 დანომრილი სახურავი გვაქვს. მოხსნისას გამოვლენილი მასალა იყო სველი, როგორც ახლად მოწყობილი ფილა, ასევე წინა პერიოდის ადრეული შევსებები. არსებული სახურავის ქვეშ გამოვლინდა სხვადასხვა ისტორიული ფენა, ეს იყო ნახანძრალი, კირხსნარით დაფარული ინერტული მასა და ასევე გამოვლინდა ისტორიული ფილა, რომელიც მოწყობილი იყო ხის ნივნივებზე, რომლის კვალიც შერჩენილია არსებული ფილის ქვედა ნაწილზე. ასევე გამოვლინდა კამარაზე მოწყობილი გრძივად სვეტები, რომელზეც ასევე არის კვალი
გრძივი კოჭების და რომელზეც იყო გადებული ეს კოჭები დამხმარედ ამ ნივნივებისა. შემდგომ ეტაპზე მოხდება ამ ყველაფრის დეტალურად ფიქსაცია, სრული ფოტოსკანირება და ასევე სკანირებული ღრუბლით ფიქსაცია და მოგცემს შემდეგ უკვე იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ ისტორიული ფენები, ისტორიული გადახურვის ტექნიკა და შევისწავლოთ არსებული მდგომარეობა. გელათის სამონასტრო კომპლექსში კვლევითი სამუშაოები წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის საძირკველსაც ჩაუტარდა. სპეციალისტებმა გეორადარის კვლევის მეთოდით წმინდა ნიკოლოზის ტაძრის თაღედის ქვეშ შეისწავლეს ფილაქანის ქვეშ არსებული სივრცე. არქეოლოგების მხრიდან დაისვა საკითხი, რომ წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ძირში, საძირკველში ხომ არ იყო ადრეული საუკუნეების ძვალშესარდაკი ამოწოდებული კრიპტა. და დღეს მოხდა მის გეოფიზიკური რადარის გადატარება ამ სივრცეზე და ჩვენ ესეთი ნაშთი და ამის სავარაუდო არსებობა ვერ დავინახეთ. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის შიო მესამის ლოცვა-კურთხევით დღეს გამწვანების ღონისძიება გაიმართა. საპატრიარქოს ფონდ გაამწვანე საქართველოს ორგანიზებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე 150-მდე ზეთის ხილის ხე დაირგო. ღონისძიება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას მიეძღვნა. გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი სერაფიმე ჭედია, სხვა სასულიერო პირები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფონდ გაამწვანე საქართველოს აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების, მათ შორის ეროვნული სათხეო სააგენტოს თანამშრომლები, საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ნიკოლოზ აზნაურაშვილი, გარემოს დამცველები, ფეხბურთელი თემურ ქეცბაია და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გამწვანების აქციის დაწყებამდე ღონისძიების მონაწილეებს შეხვდა საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის ხელმძღვანელის მოადგილე იღუმენია თეკლე სიხარულიძე. მან კოლეჯის დაარსების ისტორიასა და სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიის გამწვანებაზე ისაუბრა. დღევანდელი ღონისძიება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ ეს დღე 5 ივნისს აღინიშნება. დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ტერიტორიაზე გაიმართა ღონისძიება, რომელიც ერთობლივად იქნა ჩატარებული საპატრიარქოს ფონდი გაამწვანე საქართველოს და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. აქ გახლდათ მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი, იყვნენ სატყეო და დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის ხელმძღვანელები და თანამშრომლები, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია, არქიმანდრიტი სერაფიმე და სხვა სასულიერო პირები და ერთობლივად ყველამ გავაშენეთ ახალი ზეთისხილის ბაღი ამ ტერიტორიაზე, რომელიც იყო აუთვისებელი და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული აქ ბაღის გაშენებისა, რომელიც დაამშვენებს ამ ტერიტორიას, შესძენს მას სილამაზეს და რა თქმა უნდა კიდე ზეთისხილის ბაღი გაშენდება, რომელიც თავის ნაყოფსაც გამოიღებს. მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ნეტარხსენებული ილია მეორის დამოკიდებულება ბუნებისადმი. მისი უწმინდესობა ყოველთვის თვლიდა, რომ ადამიანისათვის აუცილებელია ცხოვრება ჯანსაღ და ლამაზ გარემოში და ადამიანისათვის აუცილებელია ბუნებასთან, ფლორა და ფაუნასთან ურთიერთობა. რამე თუ ეს მასში ყველაზე საუკეთესო თვისებებს აცოცხლებს, ხელს უწყობს და ქმნის ყველასათვის.
მთელი კაცობრიობისათვის სასიკეთო და სასარგებლო გარემოს. და აი ფონდი გაამწვანეს საქართველოს, რომელიც დაარსებულია კათოლიკოს პატრიარქ ნეტარხსენებული ილიას მიერ, ეს ფონდი ახლა უკვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიოს კურთხევით აგრძელებს ამ დამოკიდებულებასა და ამ გზას, რომელიც კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დაგვიტოვა ყველას. სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დიდ ყურადღებას აქცევდა მოგეხსენებათ ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარს და მის ულამაზეს ეზოს და ეს ეზო კიდევ დღითი დღე მშვენდება და ლამაზდება 150-მდე ზეთისხილის დღე დავრგეთ დღეს სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევით და ეძღვნება ეს ბაღი სრულად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის გარემოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება მის უწმიდესობა პატრიარქ ილია მეორეს, მისი უწმიდესობა პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევით. ეს არის დღე, როდესაც საერო, სასულიერო, საჯარო და კერძო სექტორი და სასულიერო ერთიანდება და ასეთ ტიპის აქციებს მართავს, რაც პირველ რიგში ხელს უწყობს ადამიანების ცნობიერების ამაღლებას და გარემოს დაცვის მიმართულებით გაძლიერებას. მოგეხსენებათ, ეხლახან იყო გარემოს დაცვის მსოფლიო დღე 5 ივნისი და ჩვენ აი ამ დღის ფარგლებში სამების საკათედრის ტერიტორიაზე არქიმანდრიტ ილია ნასიძის და არქიმანდრიტ ივანე მჭედრიშვილის ინიციატივით და წინადებით და რა თქმა უნდა პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევით გავაშენეთ ზეთისხილის ბაღი. დავდგეთ 150-მდე ზეთისხილი. ძალიან კარგი ენერგიები, რომელიც მოგვაწოდა ჩვენ ჯეოლივმა და გვერდში ვეხმარებოდნენ ჩვენ როგორც სამის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის, ასევე ჩვენი პარტნიორები ჯეოლივი, როგორც ითხარით და მწვანე სახლი და ასევე სატყეო საგეტოს დახმარებით ერთობლივად ეს ტერიტორია დამუშავდა, მოწესრიგდა და დღეს იქნება უკვე ლამაზი ბაღი იქნება, რომელიც აქ დაამშვენებს გარემოს, იქნება მოსავალი, იქნება მარადმწვანე ტერიტორია და იქნება აი ძალიან კაი რეკრეაციული სივრცე იქნება. ასევე ეს ღონისძიება პატრიარქ შიო მესამის ლოცვა კურთხევით მიეძღვნა ჩვენი ნეტარხსენებული პატრიარქის ილია მეორის სახელს და მისი სახელით ასევე ყველა გარემოს დამცველებს, რომელსაც ქვეყანაზე ამაგი აქვს და დიდი პატრიარქი გაწეული. ასევე ჩვენ დავდგეთ ეს საქართველოს მომავალ რომელიც უნდა იყოს მომოლელი ჩვენი ბუნების, ჩვენი ეკოლოგიის, გარემოს დაცვის. ეს არის დანატოვარი ჩვენი პატრიარქის ილია მეორის, რომ უნდა ისწავლონ ბავშვებმა ნეგებთან ურთიერთობა, მოლაპატრონობა და ეს შემთხვევაში ეს ქვეყანას კიდევ უფრო გაალამაზებს, გააჯანსაღებს და შეიძლება არა მარტო ეკლესიებს კი არ ვამწვანებთ, ვამწვანებთ სხვა სტრუქტურებსაც, ეს არის პოლიცია, ჯარი, საავადმყოფო, სკოლა და ასე შემდეგ და აი ამას ვახორციელებთ. დღეს აქ ვიყავი და ახსენებთ ძალიან ლამაზი ბაღი გაშენდა და ვიხარია ეს განხორციელდა ჩვენი პატრიარქის ლოცვა კურთხევით. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევით ფონდი გაამწვანეს საქართველოს 2013 წელს დაარსდა.